მეგობრებო. მართლა ძალიან მომენატრა ესა ერთ-ერთზე ჩემ თავთან, იმიტომ რომ სულ მგონია რომ ჯერ ჩემ თავს ვლაპარაკები და ჩემ თავს ვუტოვებ ამ ყველაფერს და მე ვისაც უნდა შემოზიარება რეალურად მას. მომენატრა ეს რაღაცნაირად დაჯდომა, აი ამ ზღვა ემოციების დალაგება, ჩალაგება, დაკომპლექტება, რომ მარიამ ამას ქვია ეს, ამას ქვია ეს და რაღაცა წყნარად განვაგრძო და რესტარტი ავიღო. ანუ ვარ ძალიან გარდამავალ პერიოდში და გარდამავალი არის იმიტომ რომ დაახლოებით ბოლო სეზონისკენ რომ მიდიხარ და რომ იცი რომ ანუ ეს აღარ იქნება, ანუ უფრო კარგი უნდა იყოს, შეიძლება უფრო ცუდიც იყოს, მაგრამ უფრო კარგი უნდა იყოს ამ იმედით და ამ რაღაც მიზნით ვარ თითქოს რომ ვიცი რომ განსხვავებული და სრულად რადიკალური ცხოვრება მელის, რომელიც ჩემი შედეგი რა თქმა უნდა ჩემი სურვილი იყო. ცხოვრებაში ძალიან მიყვარს აი ეს რაღაც შემოქმედებითი ნერვიულობა რომ მაქვს ხოლმე და ნერვიულობა იმას, ანუ ნერვიულობას ვიზახი არა იმას, რაც აი მანერვულებს, არ მაძინებს, არ მასვენებს ცუდი კუთხით პირიქით, რომ ანუ აი რა იქნება და აი ის ენთუზიაზმი, რაც აი მართლა ენთუზიაზმი არ უნდა გავიქრეს ცხოვრებაში და დანარჩენი არ ვიცი, არა და იმედი. ეგორი რაღაც ალბათ. ამ ეტაპზე სულ უფრო აი კარიერისტი ვარ კი იმიტომ რომ ამ წამს ვირჩევ კარიერისტობას, ანუ არ ნიშნავს რომ რაღაც ჩარჩოებში ვექცევი, ანუ სულ უფრო ჩემი არჩეული თამაში და ჩემ არჩეულ თამაში რა ტროფი, ანუ აი ის კულმინაცია რა უნდა იყოს, რისკენს თვალი უნდა მეჭროს უფრო და არ დიდად მინდა მივიდეთ ქობოლომდე იქ არა, უბრალოდ გზაზე უფრო კარგი ვარიანტები ვნახო, ეგ მინდა რეალურად. ის არის რომ ჩემს პროფესიაში, ჩემს საქმეში იყო თითის საჩვენებელი თქვენ. მართლა, ანუ არც რატომღაც რაც გავიზარდე, არც სტაჟი მაინტერესებს, მინდა, მაგრამ არ მოქმედებს. ანუ არ ვიცი როგორ ავხსნა. ანუ მინდა იმიტომ რომ მინდა და არა იმიტომ რომ მჭირდება. აი ეს მაქვს ძალიან კარგად გამიჯნული და ძალიან მინდა, ანუ ის თითის საჩვენებელი პროფესიონალი ვიყო იმ ლოგისტიკაში, იმ კონკრეტულ სფეროსაც ვიქნები, აუცილებლად ის ლექტორობა და აუცილებლად ის დემაგოგია, რაც შიგნით და მოწოდებით ვარ ეს რაღაც ვიღაცის მოტივაციის მიმცემი კოუჩი და ასე შემდეგ, ანუ მაგ კუთხით და აი ამ 24 წლის ასაკში ამ მარიამს ეს ანაღლებს, რომელიც არც სწორი, არც არასწორი, არც ვინმესთვის უნდა იყოს მისაბას, არც ვინმესთვის რავი დასაგმომი ალბათ. ჩემი რაღაცნაირი კარიერული ხედვა ეს რო გითხარით, ნუ ეგ არის, მაგრამ აი გაგრძელება რაც არის ის რომ ვაბარებ და ვაგრძელებ ცხოვრება მოღვაწეობას საფრანგეთში. კერძოდ მარსელში, მარსელიანი საპორტო ქალაქი და ერთ-ერთ ნუ პრესტიჟულმა უნივერსიტეტმა ინტერვიუს საფუძველზე და ნუ CV-ს და ასე შემდეგ და რამდენიმე ეტაპის საფუძველზე ჩამთვალა ღირსად რომ მაქსიმალური excellence scholarship-ი მოეცათ ჩემთვის, იმიტომ რომ რეალურად ჩემში რაღაც დიდ პოტენციალს ხედავენ ალბათ. იმედია და ჩემი მიზანი არის რომ რეალურად სამი მიზანი მაქვს ამ ეტაპზე. მოვაგვარო საცხოვრებელი და ვიზა, ფრანგული მომდევნო თვეების განმავლობაში ვისწავლა ისე რომ უბრალოდ ჭიკ-ჭიკებ და ულალა არ ვიცი, ანუ ყველაფერს მომდი ჟი მარიამ ჟღური, ჟევან გატკან და რაღაც ყველაფერს მოკლედ ძალიან ისე მომდენ. მეექვსე ენა უნდა შევძინო ჩემს ცხოვრებას. ოღონდ აი რომ ჭიკ-ჭიკებდა და ბულბულებდი, აი ეგრე მინდა და ბოლოს აი რა თქმა უნდა, ნუ საერთაშორისო გამოცდილება და რისთვისაც მივდივარ, რომ საერთაშორისო კომპანიაში დავსაქმდე. თუ არ გამოვიდა, არც ეგ არის პრობლემა, ძალიან მაგარი ექსპერიენსი მივიღე და აქაც ცუდი არაფერი არ მელის. მithumedes რაღაც შემოთავაზებები მუდმივად არის, თუმცა შეგრძნებით არ განვიხილავ რა თქმა უნდა. ისე რომ ჩამოვალ სულ სხვა გეგმები მაქვს პირადი ბიზნესის და სულ სხვა რაღაცნაირად წავიყვან. ანუ ეს უბრალოდ 25 წლის მარიამს აი ამ იმაში ვუსწორებ, რაც უნდა და რა რაღაც უცხოეთში სწავლა, რაღაც თავგადასავალი, 10 ევროზე ცხოვრება, გადარჩენისთვის ბრძოლა და აი ეს უბრალოდ მინდა და მე უკვე მოვა დარჩენ. ანუ ხალხი ძალიან მეგნიერება ცხოვრებაში, ძალიან მშვიდი ვარ, ძალიან მწყარი ვარ. ძალიან მიხარია და ძალიან მიყვარს.
Pemia ჭერდი ანიაურე კონდიციონერის ფილტრებს რომ მარეჭავს. გავიგულე. მინდოდა მეთქვა და გამაგზავნებინა ხალხო გუშინ დავიწყე ვლოგი. ოღონდ ანუ აი რისეტის, რისტარტის და რა ხდება შემსხვრება შეგრო უთხრა. რეალურად ალბათ ყველაზე იხვლიანი ადამიანი შეიძლება მერქვას, იმიტომ რომ ყავს ყველაზე მაგარი მეგობრები და ადამიანები ჩემს ცხოვრებაში. ერთი მაგალითი არის აგერა ესენი. ჩემზე გავსაკუთრებით. Best friends forever არის გიორგი ჩემი. და ნუ არ ვიცი რა რაღაცნაირად ანუ ფიქრობ რა ეხლა უფრო რო ახლოვდება ჩემი წასვლის დრო საფრანგეთში რომ რეალურად ადგილები არ კი ანუ ადგილები გვაძლევენ შესაძლებლობებს მაგრამ არ არიან გარანტია ბედნიერების რა რომ იცოდეთ და მე მაგალითად ხაშურში ცხოვრობდი თუ ესეთი ურთიერთობები მექნებოდა ალბათ ისევ იგივე სავსე და ბედნიერი ვიქნებოდი ამას მივხვდა ეს დავასკვენი ისედაც მეგობრებო ჩემს ახალ ობსესიაზე მინდა გესაუბროთ რომელიც არის ფრანგული ენის შესწავლა აი ეს არის ჩემ ფრანგულის რვეულები რაც ფიზიკურად მაქვს იმიტომ რომ სულ წერ რაღაცებს და რა თქმა უნდა ნუ ახლა ლეპტოპში მაქვს ყველა ის წიგნი რაც 8 წიგნი არის რითაც გავდივართ და ანუ ყოველ გაკვეთილზე ერთი სული მაქვს შევიდე რომ რაღაც ახალი ვისწავლო ანუ დღეს მაქვს 11 საათზე და აი ერთი სული მაქვს შევიდე საბამ რაღაც ახალი ამიხსნას რაღაც ახალი ვისწავლო რაღაც კი დავამატო და აი როდის ვისაუბრებ ფრანგულად აი je m'appelle Marie-Ange Raouri, je suis და აი რაღაც სისულები აქვს უფრო მეტი ვიცი უბრალოდ ახლა არ ვისაუბრებ იმიტომ რომ ცოტა მერიტება და აი საფრანგეთში ჩავალ და ვალდებული ვიქნები რომ იქ ვისაუბრებ ფრანგულად აი ძალიან კარგი იქნება მე-6 ანუ რიგით მე-6 ენას დავამატებ ანუ ვერ ავწერ რამდენად მაგარი არის საუბრობდე და გესმოდეს სხვისი კულტურის პერსპექტივა ანუ აი აზროვნებდე როგორც ბერძენი სასწაული შეგრძნება არის სულ სხვა ადამიანი ხარ და სულ სხვა სამყარო ხარ კონცენტრირება Alors ça c'est un cerveau que j'ai eu par la dernière. Მაგაბარით საფრანგეთში და სექტემბრიდან დავიცხოვროთ იქ. მომდენო 1-2 წელი ან არ ვიცი მეტიც. და ანუ ხანდახან რო ვარ ესე რო თქვა და კაი ყველაფერი ის რაც ვარ ის ვთქვი უყურებ ანუ ის რეალობებიც მახსენდება რაც რეალურად სანერვიულია აი მაგალითად აი ის მარტოობა ჩემთვის რომელიც მიჩვეული ვარ აი ყოველ კვირას თუ ყოველ დღე თუ ყოველ კვირაში 5-ში სხვა მეგობრების ნახვას და ასე შემდეგ და ძალიან გამიჭირდება ვიცი ნუ სანამ იქ გავიცნობ ადამიანებს და რა თქმა უნდა სანამ იქ დავალაგე პლუს ამას ანუ სანამ ის ქალაქი შეგიყვარდება და სანამ ის ქალაქი შინ იქნება ანუ აი ეგ ყველაფერი კონცერნები მაქვს ну მანამდე რა თქმა უნდა ვიზის ბიუროკრატიის და სახლის პოვნის პროცედურები მანერვიულებს ბევრი რამე რაც მანერვიულებს რეალურად და რაღაცნაირად მაქსიმუმებს თავს მაგრამ არ მავიწყდება ის მთავარი მიზანი ის მთავარი სიხარულობები და ჩემი მდგრადობა და ჩემი ხასიათი და ჯერა და ვიცი და იმედი მაქვს ჩემი თავის მაგრამ ну რა თქმა უნდა არის ძალიან ბევრი კონცერტი და ბევრი ნერვულობა ამიტომ ჯერ გადავიდა ეხლა ყმავილებთან და მეტა ისხდა რაც მინდა რომ ვერონიკას უყიდოს ყმავილი იმიტომ რომ ვერონიკა ცოტა ხასიათი იყო თუ ეგ გააკეთა ანუ ზუსტად ვიცი რომ კარგი შეყვარებული ვიყვობე თან წერა და ემთხოვდა ჩემი ამოდიოდა რაღაც ბარგი მქონდა და გიორგი მე და გიორგი მიესალმოდა ჩემ ხა ძალიან კარგი ადამიანი და ძალიან უყვართ რა და ავედი და სვეტა დახვდა და სვეტა ზოგადად იშვიათად უყვარს ადამიანები ერთით ალბათ 10 კაცი მახსენდება 10-ც არ მახსენდება ვინც უყვარს და გიორგი და მე რომ ხო რაღაც კონდიციონერზე არის გასაკეთებელი და მეთქი მე კაცი არ ყოფილა ოჯახში მეთქი გიორგი კი ვიპოვეთ თქო და ძალიან მიყვარს ხალხს რა კარგი ყოფილა კარგი ადამიანს რომ უყვარ ხარ გამიმართლა და მე ზოგადად ხალხში მიმართლებს გიორგი იმედი არ მანანებინებ ამ სიტყვებს აი მოკლე გადაგწევ მოკლედ დავიწყეთ რა თქმა უნდა უნივერსიტეტის პოვნით მე მინდოდა და ზუსტად ვიცოდი რომ ლოგისტიკაში
ვხედავდი ჩემს თავს და ამავე ხაზით მინდოდა გაგრძელება, იმიტომ რომ 3 წელიწად-ნახევარია უკვე ამ სფეროში ვარ და რაღაც პატარა ნეტვორკი და გონი კარგი სახელიც რაღაცნაირად დავტოვესავით. შესაბამისად საერთაშორისო საერთაშორისო ვაჭრობა და საზღვაო ლოგისტიკა. ეს არის ჩემი მასტერი, რაც უნდა მე ვისწავლო მარსელში. გავფილტრე უნივერსიტეტები, შევარჩიე ეგ, გავაგზავნე აპლიკაცია, მანამდე IELTS გამოთვლაზე გავედი, მიმიღეს, დამაფინანსეს, ანუ Excellence Scholarship-ი რაც შეიძლება რომ მაქსიმალური scholarship ინტერვიუ საფუძველზე რომ მოვეწონე, დამიფინანსეს და მოკლედ ჩავირიცხე კონტრაქტი, დავდე და ასე შემდეგ. ახლა რაც არის რეალურად გასაკეთებელი არის ვიზა, ანუ სტუდენტური ვიზა, იმიტომ რომ 1 წელით მივდივართ საფრანგეთში და ერთ-ერთი რაც არ მანაღვლებს არის რომ საფრანგეთის ვიზა მგონი რომ ყველაზე მარტივი არა, მაგრამ რაღაცნაირად შედარებით ყველაზე მართლა მარტივია მგონი, არ ვიცი. მაგრამ ვიზამდე მოსაგვარებელი არის, ანუ ივლისის თვეშივე უნდა მოგვარდეს სასხოვრებელი რეალურად, რაც ყველაზე დიდი პრობლემა, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ რომელობაში ცხოვრობ, გარდა იმისა, რომ ბიუჯეტურად იპოვო, ჭირს კიდევაც და მართლა დასწრებაზეა, მაგრამ თან აი ცუდად გამოდიან ანუ ცუდი კომუნიკაციით არიან ეს რა ვიცი. რენთერები ვინც არიან. გარდა ამისა, ვსწავლობთ ფრანგულ ენას. მაგრამ რთული არის და თან რაღაც ეს ფრანგული სნობიზმზე რო გსმენია, პრობლემა არის თუ არისი კარგად ფრანგული, მართლა კონკურენტუნარიანი არ ხარ რომ დასაქმების ანუ ბაზარზე რეალურად შენი CV და შენი კანდიდატურა განიხილებოდეს. შესაბამისად, რავი, გიჟები ვწავლობ, ანუ მე პირადად გიჟები ვწავლობ, რომ რაღაცნაირად ანუ იქ fluently, ანუ აი როგორც რავი მე, ანუ ძალიან კარგად ვისაუბრო ფრანგულ ენაზე. ამის გარდა კიდე იქ ცხოვრების ხარჯები, რა თქმა უნდა, ოჯახიდან გვაქვს ხელშეწყობა, მაგრამ გარდა იმისა, რომ გადავშვებული ვარ ბოლო 5 წელია და ჩემთვის ანუ ჩემ ოჯახს არ ვართმევ ესეთ თანხას, გარდა რაღაც ვირადღირებული საჩუქრებით უნდათ, ახლა მაგას მიგეთებენ. სამსახურის საკითხი და სხვა შორის ინტერნშიპი, ანუ ზოგადად მასტერს ვერ დახურავ, თუ ინტერნშიპი არ გაქვს ინტერნშიპი არ გაქვს გავლილი და გარდა იმისა, რომ ჭირს, იმიტომ რომ ფრანგები არ ვართ, მაგრამ ფრანგულიც არ ვიცით, ისედაც ადგილები შეზღუდულია. შესაბამისად, აი სექტემბრიდან როგორც კი აი ჩავალ, უნდა გავფილტრო ყველა კომპანია, რაც კი ვისი head office-ებიც მარსელში არის, გავფილტრო მათი კრიტერიუმები რა ჭირდებათ, მოვერგო, მოვემზადო და ასე შემდეგ და მოკლედ შევთავაზო ჩემი ვარიანტი. გაიაროს თვითონმა. ხომ გააკეთა მე რატო არ ვიზავ? ყოველთვის მაქვს ანუ იმის აი რაღაცა ძალა და მჯერა რომ გამომივა, გავაკეთებ, ვიჩალიჩებ, მივედმოვედები, მოვაწონებ თავს და ასე შემდეგ. და რა ვიცი, ახლა თუ არ ცადე, არც გამოგივა, ამიტომაც აი ესე ვართ ახლა. დავედი, მოჭამო. ChatGPT-ს უნდა გავესაუბრო და ვკითხო რა ჩამოვწერო ჩემი განვლილი პროფესიული ცხოვრება და ვკითხო რომ იმისაც რომ მივახციო თქვათ Middle East-ში სერიოზული ლოგისტიკური პროექტების აღებას ან ევროპაში ამ რაღაცების კეთებას რა უნდა იყოს ჩემი მომდევნო 2 წლის გეგმა იმისათვის რომ ამ ყველაფერს მივახციო. ანუ კონსისტენცია, ზოგადად გვჭირდება დისციპლინა და გვჭირდება კონსისტენცი. ანუ ის რომ არ გაჩერდე მეთოდურობა არა რა ქვია ქართულად და მავიწყო. ნუ მოკლედ კონსისტენცი რა გადავთვალე. დისციპლინა და კონსისტენცი ორივეს დავთმობ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ის საინტერესო ცხოვრება მქონდეს, რაც მინდა. ანუ უბრალოდ ჩვეულებრივების ძალიან დიდი შიში მაქვს, როდესაც შემიძლია რაღაცების კეთება, რატომ არ ვაკეთო, რატომ არ ვიყო მე ის ადამიანი, რომელიც საინტერესო პროექტებზე იმუშავებს და მით უმეტეს შესაბამისი მატერიალური ისე ქვია უკავშირიც ექნება ყველაფერს, იმიტომ რომ კარგი და ლაქშერი ცხოვრება მიყვარს როგორც იცით. შესაბამისად, ახლა რაც მინდა რომ გავაკეთო არის ის, რომ ChatGPT-ს გავესაუბრო მომდევნო 2 წლის გეგმა დამიწეროს key point-ები, რა უნდა გავაკეთო, რა უნდა შევიძინო როგორც უნარი, რა უნდა შევიძინო როგორც ცოდნა, რომ ეს ყველაფერი ამ ყველაფერს მე მივახციო და გავაკეთო და გამომივიდეს.
ძალიან დიდ მადლობას ვუხდი აქამდე 24 წლის ნაცხოვრებ მარიამს. ძალიან კარგად გაართვა თავი ყველაფერს, ყველაფერი იდეალურად მოახერხა, მაგრამ ახლა არის სხვა ეტაპზე გადასვლის დრო. და 25 წლის მარიამი ამას შეიძლება ახალი სტარტით, იმიტომ რომ სექტემბერში ისაც ახალი ცხოვრება იწყება და ისედაც უფრო მეტი გასაგანი მექნება, რომ რაღაცები გავუკეთოთ ჩემთვის უფრო მაგარი. შესაბამისად, ახლა უნდა დავიწყო და ნახოთ. დიახ.